რამდენიმე კულტურულ შოკს გეტყვით, რაც მივიღე ამერიკულ უნივერსიტეტში. პირველი არის ის, რომ როგორი ჩაცმულები დადიან სტუდენტები. ანუ შეიძლება რომ უბრალოდ შლაპუნებით, ლოპანცებით, შლაპუნებით იყოს სტუდენტი მოსული უნივერსიტეტში. შეიძლება რომ ეცვას პიჟამოს შარვალი, ლოგინში რაც გაცვია, ან სახლში რაც გაცვია, როცა მარტო ხარ. აი ეგეთი ჩაცმული შეიძლება იყოს სტუდენტი უნივერსიტეტში და ეს არის სრულიად ნორმალური. მეორე რაც ჩემთვის კულტურული შოკი იყო, ან მოწადინებულები არიან აქაური პროფესორები და ლექტორები, ზოგადად რომ დაგეხმარონ რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი დადო. ანუ ეს კულტურული შოკი იმიტომ იყო, რომ საქართველოში ცოტა სხვა გამოცდილება მქონდა. ანუ ვიღაც ლექტორებზე ვიცოდი, რომ ეს ლექტორია უცლებად ყველას ჭრის, ამ ლექტორთან ის საგანი 10 ჯერ უნდა ჩაქრჩეს და ასე შემდეგ. აქ პირიქით არის, ანუ უნივერსიტეტის სტაფიც და მათ შორის შენი მასწავლებლებიც ძალიან მოწადინებულები არიან, რომ დაგეხმარონ, ხელი შეგიწყონ და წინ წაქციონ. მესამე პატაწონა კულტურული შოკი იყო, რამდენად ნორმალიზებული არის და რამდენად ველა ვარჯიშობს. ანუ სტუდენტებს გულისხმობს ყველა სტუდენტი ლექციებს შორის გავა ივარჯიშებს, ლექციების მერე მანამდე ვარჯიშობენ და ასე შემდეგ. და ეს ცოტა სხვა გამოცდილება მაქვს ზოგადად დარბაზში სიარულზე და ვარჯიშზე, იმიტომ რომ 1 საათი უნდა მომზადებულიყავი, წავსულიყავი, 1 საათი მევარჯიშე, მე 1 საათი გზაში ყოფილიყავი და ამის გამო მეზღებოდა სულ ჯემში სიარული. ნუ მარტო მაგის გამოც არა. აქაური უნივერსიტეტების კიდევ ერთი პატაწონა კულტურული შოკი, ჩემთვის რაც იყო, სტუდენტი შეიძლება იჯდეს ლექციაზე და იჯდეს ისე, როგორც გაუხარდება. უნდა ფეხებს აქ შემოალაგებს, უნდა ფეხებს იქ შემოალაგებს, უნდა წამოწვება, უნდა ისე გავა შემოვა, ან დაგვიანებით მოვა, რომ საერთოდ ანუ არავინ არ შეწუხდება ამით. უფრო რაღაც თავისუფალი არის ეს გარემო ყველასთვის, სტუდენტისთვისაც და ლექტორისთვისაც.